მოგესალმებით ბატონო გელა. გვაინტერესებს რატო იმყოფებით დღეს აქ და მაინც და მაინც რატო კასტელო მარე? დიდი მადლობა. თუ რატო ვიმყოფები აი აქ ამ სასტუმროში, ახლა ამას მოგიყვებით, ვინაიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. და სანამ ამ მნიშვნელოვანს გეტყოდეთ, მოდი დავათვალიეროთ ეს საპრეზიდენტო პრეზიდენტი არ ვარ, მაგრამ საპრეზიდენტო ნომერი. მოგზავნით. ეს იცით, რომ დღეს თელ აჭარაში არის ყველაზე მაგარი სასტუმრო. აი, მსგავსი სასტუმრო 30 წელია დუბაიში ცხოვრობდა, მსგავსი სასტუმრო და მსგავსი ადგილი, ხო, ჯერ არ არის დედამიწის ზურგზე. აი, უყურე როგორ არის, აი, ტყეში არის შიგნით ჩადგმული ეს სასტუმრო და მე არ ვიცი, აი, ეს არის ალბათ მართლა ერთ-ერთი საოცრება რა. წამობრძანდი დაგათვალიერებიებ და თუ რატომ ვიმყოფები აქ გეტყვით, მობრძანდით. აქ ვიქნები დაახლოებით 4 დღე და ეს 4 დღე ძალიან მნიშვნელოვანია და აქ უნდა მყოფილიყავი და ის საქმე, რასაც მოგიყვებით, აქ უნდა გამეკეთებია. მობრძანდით, ეს არის ჩემი სამუშაო კაბინეტი, ძირითადად აქ ვარ და ეს არის ერთ-ერთი მისაღები სტუმრების. მობრძანდით. ახლა დაგათვალიერებიებთ. მობრძანდით, ეს არის კიდევ რავის ტანსაცმლის შესანახი და ასე შემდეგ. მობრძანდით. ეს არის საუკეთესო ოთახი, ამას ეძახიან საპრეზიდენტო ოთახს, ბიზნეს კლასს. და არის ძალიან მაგარი და რა ვიცი, ესეთი ბევრი უნდა იყოს საქართველოში, ბევრი. რატომ უნდა იყოს? ერთი ბევრი უნდა იყოს და ზუსტად ესეთ ადგილზე. დუბაიში მაგალითად ესეთი ბევრი არის, მაგრამ ეს მე დუბაის ყველა სასტუმროში ვარ ნამყოფი, მაგრამ ეს არის მართლა აი საოცრება, რაღაც სასაული. შეხედეთ. მე მინდა ამ ადმინისტრაციას, ამ სასტუმროში დიდი მადლობა გადაუხადო, ვინაიდან ეს ადგილი თვითონ ამირჩიეს და როცა დავრეკე თბილისიდან და ვთხოვე რომ ერთი კარგი ნომერი მინდოდა იმათმა ესე მითხრეს ადმინისტრაციამ, რომ ჩვენთვის ადგილი გვაქვს, თავარია შენ მოხვიდე, მოვედი და ზუსტად ეს ადგილი დამახვედრეს. აი უყურე, რისთვისაც მე მოვედი, ახლა გეტყვით, მაგრამ ზუსტად ეს ადგილი მჭირდებოდა, რომ ის საქმე გამეკეთებია, რასაც დამემთავრებია